გლასუნა რა გინდა გლასუნა დღემში დაფის გლასუნა დამდებს ხა ფეხებზე დამდებს გლასუნა და ამუჯრას რა დისტალალაკი პუ აი მე გლასუნა პატარა გლასუნა სადაც მივდივარ იქ მომდევს პატარა ხალხო ზაწოლის ასალაგებლად რო შედიხართ თქვენც გითხრებთ მოდი დაწეკითო ჰა მოიცადე ასე ცოტა ხანდა ამოვედი დასალაგებლად საწოლის და რა საწოლის დასალაგება წამოვწეკი ჩემი მუთაკ გამიმძინავა ესე აი ხო და მე მივხვდი რომ ძალიან უაზრო ხასიათზე ვიყავი ან კაი ხო ავალაგებ ხო 2 წუთი არ უნდა მას მაგრამ ცხელა მე ავდექი და მაგრამ ხო მაკალი ესე ყველაფერი აი ბუწუწები მქონდა ამით დავიმაგრე აქ ჩემი ბუწუწები არა ხვიდე არა მოწყდება ბიჭო მოწყდება ვინ არის არ შეიძლება დიდი მაგისთვის გავახარე რომ შენ ეთხრება და ვინი ჩინი ფაცუნა ნახე მიწები დაგიყარე ლამას ხელებზე ჩაგაცეცხლები ხელებს ნუ მიბრუნებ ამ დებილთა თვებს ვაიმე როგორ მიყვარს რომ იცოდეთ ეს ხვლიკი ეს ხელებს მიბრუნებ ჩაგაცეცხლო მე შე რამდენჯერ გითხარი თათოებს შებრუნება ნუ ისწავლე ნუ გისწავლე ონავარი ბავშვი აი ეს არის ონავარი ბავშვის თავპირი რა გააფუჭოს რა გააფუჭ დილის ისევ გამოყარა მამა დილით გამოყარა ისე ყოველ დღე ყოველ დილით ის ნახევარზე ავიკიდებთ ერთმანეთს და მივდივართ იმიტომ რომ არის კაი შენ გაგდებს ცოტა ხანში ერთ სულიას რო ვერ გაგდებს და თვითონ ადგება და მოშორდება მე ნახოს როგორია გაიგე ხო ჩემონა ხო 10 კილო რა გიყო შეგჭამ აი არ დამენანების ეგ გადაწყლაპო და ეგდე აი ნახე დილასაც თამაშობ აი მაგას საზამთრო ჭამე ყველთან ერთად ვისკი ვყართ მე ძალიან ხო და კარტოფილი ჭამე მოხარ შემწვარი შია კიდე მაგრამ ვიცი რომ ცოტა უნდა დავუკლო ჭამას ცომეულებს კარტოფილებს ეგეთი ისეთებს რომ ბოლო დღეებში ძალიან არ გაიზარდოს ვირთხას ვეძახი მოკლედ სახე არაფერი წინ წავში მარტო და მე ხო იმის ლომი ვარ რა ქვია ლაინერის ეგ წავში და ვითომ მეთქი რავი მაგას უწავისვენი მეგონა რომ აღარ დამეძინებოდა აღარ ხალისით ავალაგებდი და საუთებელი კიდე ვარ ძალიან ისე ლაითად რამის ჩავთავ მეთქი ვიყურებ მაგრამ ზერო გარეთ რომ მზე არის ისა თუდად ავხდები წყალიც მოვიდა საერთოდ უნდა შევყარო იმიტომ რომ ხვალ ამაღამ დაწყდება კი და საღამოს დაწყდება ხვალი არ მოვა და ზეგ მოვა და ზეგამდე რა ბევრი რამეა დასარეცხა თეთრები მაქვს ჩავარეხი შევყრი და მე დავიწყებ მაი შენ კაბას ნახე რა ხელა წიგნი გქონია არ მომიჭრია ჯერ 1 2 3 4 და 5 რა არის უკვე თამხოლი მაგებს არ შემიძლია უთოში მაქვს ატკრეცილი ეგევე იმაზე თოქში ჩავხტი უხელი
ჩიმხულიკი. წეგან უყურებდი TikTok-ს რა ტრადიციულად ხარისთვის და მეყურებინა დამლა რო ვიყავი რაღაც და შევხვდა ერთი ვიდეო ერთი ბიჭის და ეხმაურებოდა იცი რა ვიდეოებს რომ პედოფილია მომრავლდა დედები რო ამბობენ ხოლმე მომრავლდა თუ იყო და აქამდე არ გესმოდა კიდე კაცმა არ იცის ხო არა ზოგადად ეგეთ რაღაცებს უნდა ყურადღებით კი არა რავი როგორ იყო და მაგრამ არ მომართლებ რა თქმა უნდა სისულელია ჯერ რამ დონის ავადმყოფი უნდა იყო რა დონის ავადმყოფი უნდა იყო რომ შეხედო შენზე გაცილებით უმცროს მით უმეტეს შვილის ტოლას და შვილიშვილის ტოლის ტოლა ბავშვს მაგრამ რადგან ვიცით რომ არსებობენ ესეთი ავადმყოფები რატო ვუშვებთ იმას რომ თითქმის მთელი სოციალური ქსელი თითქმის მთელი TikTok-ი იწყება სადღაც 10 წლის ბავშვებისგან ესეთი ვიდეოებით გაემზადეთ ჩემთან ერთად ჩაიცვით ჩემთან ერთად სადაც ისე იცმევენ და ისე ემზადებიან და იმდენ პროდუქტს ხმარობენ სახეზე რომ არ მეხმარებოდნენ. ანუ ბოლოს უკვე რომ ჩაიცმევენ და გაეპრანჭებიან და გაემზადებიან და რაღაც ხო ბავშვია რა სისულელია როგორ რა ავადმყოფი უნდა იყო როგორც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა სხვანაირად შეხედო მაგრამ რო ვიცით რომ არსებობენ ესეთი ისინი ჩვენ მშობლებმაც ბავშვებს ბავშვობა დაუბრუნოთ ხალხო მაგ გაპრანჭებს დემებს მოასწრებენ რა ვიცი ჩვენ ხო ვიყავით ბავშვები ახლა გვინდა ჰაგე მოასწრებენ მაგ ყველაფერს მაგრამ რა ვიცი ჩემი აზრით აი ესეც დასაშლელი და არ არის დასაშვები ესეთი ეგრეთ წოდებული გაემზადე ჩემთან ერთად მე ამას ხმარობ თხლაშ დადებენ მე იმას რატო ჯერ სკოლის პერიოდში იყო გაემზადე ჩემთან ერთად სკოლაში წასასვლელად რა ვიცი სკოლაში რომ მივდიოდი ხოლმე პირისდაბა რაც ეს არ იყო სიტყვაზე ვამბობ იმიტომ რომ ჩვენ ეზოში არ ქონდა წყალის შეყვანილი წყალი ამოქონა ხოლმე ეზოს გარეთ მოდიოდა კრანი ანიშვილის კრანი რომელიც 24 საათიანი იყო ხოლმე და მახსოვს კბილის ჩოთქს წავდნენ და ეზოს გარეთ გავდიოდით ზამთარში თუ ზაფხულში რომ პირი დაგვებანა თუმცა დღესაც აქვს ბაბოსის დიდი წირო პატარა კრანი აქვს ეგეთი რაღაცა და მაგაში სულ იდგა ხოლმე წყალი მაგრამ ძირითადად აი ჭურჭელიც ჩამიტანია იქ ანუ ჩვეულებრივი ჩვენი იყო რა ის კი არა რომ საუბნო და რა ხდა არა ჩვენი იყო უბრალოდ ეზოს გარეთ იყო და ძალიან ხშირად მართლა მეზარებოდა იქ გასვლა თუ იქ ბაბოსიმ რაღაცაში წყალი არის ხოლმე ვაიმე გულში როგორ ჩაგისვა და მოგისვა გულში ჩაგისვა და თავს ამოგაყოფინებ და ესე იჩეკი ვიში რა გითხარი ხელები კი ნუ მეპასუხე ნუ უყურეთ ხალხო დაიბადე აი ესე დარბის თელი დილა ლაშას რვა პარი მასე ეგ დარბის დახტო ეგ მაგის მით ხო და ერთ სიტყვით რა ჩვენც უნდა ვაკონტროლოთ ბევრ რაღაცები თავისუფლება კაი ხა ის თაობა მესმის კაცო მე ციხეში კი არა ვსერთი ბავშვებს და ბევრნი კიდე მაგრამ აი ეგეთ რაღაცეებში მაინც შეგვიძლია ხელი არ შეუწყოთ ეგეთ ავადმყოფურ დამოკიდებულების ხალხს რომ ჩვენ შვილებს მაგ ფორმით უყურონ მასე შეხედულობით შეხედონ არა როგორც ბავშვი არამედ როგორც ხორცის ნაჭერი იმიტომ რომ საშიში სამყაროა საშიში ვერ გაიგებ ეგ კი არა მამა აღარ ენდობა დედა აღარ ინდობა
პაპა და ბაბუ აღარ, ანუ ყველა შემთხვევა გვაქვს ხო, რომელიც მოხდა. დედა ეხმარებოდა, მამა ეხმარებოდა, თვითონ მამა იყო მოძალადე პაპა რაღაცა შენება და როცა უკვე ესეთი არასანდო სიტუაცია რამჟობა რომელი საუკუნეა. ჩვენც ვეცადოთ რა. დავუშვათ, ან კაი კონდეს ის TikTok-ია თუ რაღაცა ათვალიეროს და რაღაცა. ხო, რადგან მაღაზია საქმე რო ხარ, ხო, ყველაფერს ვერ ჩამოაცილებ, ყველაფერთან უნდა კონდეს შეხება, რომ თან იცოდეს რა არის ცუდი და რა არის კარგი. რა გიჟიმის დარბის ის. ხო და ნუ დადებენ, ნუ დავადებინებთ თუ რაცა ქვია. ეკარი მოხურე რა ჩემი თუნა იქ ჩართო. ხო და რატომ მით მოხურე რა არ უნდა ის ჩართო პერსასრუტი. ჯერ მოხურე და ისი აწიენინო. კაი. ახლა ქათამია, პერსასრუტი ჯობდა მე მგონი. არ მომწონს ხოლმე, მართალი რო გითხრათ, არ მომწონს ხოლმე ეგეთი რაღაცა. თავიდან იცი ეგ ვიდეოები როგორ შემოიპარა? გაემზადეთ ჩემთან ერთად სკოლისთვის იყო ხოლმე, რომ ემზადებოდნენ წინა დღისი და როგორ სწავლობდნენ, როგორ აი ეს მორჩი, ეს საგანი დამცა და აგრძელებდნენ მეორე დღისით. კარგი კრუხო, კრუხია და კვეცხებს. და მეორე დღისით როგორ ალაგებდნენ თუ საღამოსი როგორ ალაგებდნენ ჩანთას, იცმევდნენ თმებს იკეთებდნენ მორჩა. ანუ ამით დაიწყო. ნანახი მაგ ძალიან ბევრი საყვარელი ბავშვი ისევ აგრძელებს ესეთ რაღაცას. ოღონდ საერთოდ ოდნავ მეტიც არ მოსდით იმაში. ეხლა გაემზადე ჩემთან ერთად სკოლისთვის არის, რომ აი მე რო ბანკეტისთვის გავემზადე ეგ. არ შეიძლება. გაიზრდებიან, მოესწრებიან ყველაფერს და ის აღარ იქნებათ ის რაც უნდა გქონდეთ. აი შეიძლება არც უნდათ რომ ამ პერიოდში ბავშვურად იყვნენ რავი ზოგისთვის კიდე ეგეც საკითხავი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ეგ პერიოდი აი ნინოს რა ასაკიც აქვს. და კიდე რომ რამდენიმე წელი ექნება. ყველაზე აი ეს არის უდარდელი იმ ხრივ რომ შენ არ მათ არ უწევთ რაღაცაზე სიტყვაზე ფიქრი დარდი, ნუ გარდა თავის სწავლა განათლებისა რა რაღაცისა. ან რაღაცნაირად ლაღები არიან და შეეშვით რა დაანებეთ თავს. არც ის გვეთქმის რომ სიტყვაზე იცი რა არიგებს და რაღაცა რა როგორ არიგებს, აბა თავის თმიდის და ყიდულობს იმ ხომ მშობელი ყიდულობს იმ ყველაფერს. ეხლა მე ბარბარეს რაღაცა სჭირდება, მე ვყიდულობ, ხო? და ბევრჯერაც დანიშლია ბევრჯერ ყოფილა სიტუაცია, ბევრჯერ რამდენჯერმე ყოფილა სიტუაცია, რომ სანამ გავალ დამენახე და ბევრჯერ ყოფილა რომ ამიტრიალებია და მithქვია რომ ცოტა დაიკელი. დაიკელი წონასზე არა მაქვს ლაპარაკი, მე მომბობ მაკიაჟის რაღაცა რომ ანუ კი, კაი, ხო, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ერთხელ გამოვიდა როგორც ვერცხლისფერი ეგეთი იყო. სულ უპრიალებდა ისინი და მეთქი ნორმა. მე ვყიდულობ, ხო? რაღაცა რომ ამ ფულს ვაძლევ, ხო? ანუ მაგაში ხომ მშობელი ეხმარება. ხა ნინო სულ რო წაუსვა, შევა იბანავებს, იმიტომ რომ არ არის მაგის ხარეს. ეგეთი რაღაცები არც უყვარს და რაღაცა და ანუ ჩვენ თვითონ ვუწყობთ ხელს ამ ყველაფერს რა და თან მებრაზება ხოლმე რაღაცას რო იტყვი, ანუ აი ბავშვმა ხა კაი როგორც არ უნდა გამოიპრაჭოს, როგორ ბავშვმა გამოიწვია. როგორ უნდა გამოიწვი თუ შენ ავადმყოფი არ ახარ. თუ შენ არა გაქვს ესეთი დამოკიდებულება, როგორი გაპრანჭულიც არ უნდა იყოს, ეხა ნინო რო გაპრანჭო 12 წლის ბავშვი, როგორ უნდა გამოგიწვიოს, აი სიტყვაზე ვამბობ რა. კონკრეტულად ჩემს არა მაქვს ბავშვები, როგორ შენ თუ ავადმყოფი არ ახარ სულით. მაგრამ რადგან არსებობენ ესეთი საზისღარი ხალხი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მშობელმაც უნდა რაღაცა
ზღვარი გააკეთოს რა ბავშვობასა და დიდებს არ გადაკვეთოს იმ ბავშვმა ის ზღვარი, რაც უკვე დიდობას მიაწერენ. იმიტომ რომ მივა იქა ძალიან მაგეთან, იმიტომ რომ სწრაფად გარბის დრო. სამწუხაროდ არსებობენ ესეთი საზღარი სულის და რავი სხეულის მატარებელი ხალხი რა და ისედაც რაღაცა დაუცველად გრძნობთ ხოლმე რაღაც მომენტში თავს რომ თითქოს ჩვენი შვილები არ არიან დაცულებით უმეტეს ახლა რაც გვესმის და რაღაცა ხოლმე, მაგრამ რაღაცა ხო შეიძლება აი ბევრჯერ მithქვია რა რომ არ მომწონს. მიუხედავად იმისა, რომ რატო არა უნდა უვლიდეს ბავშვი თავს ბავშვობიდანვე და მიეჩვიოს იმ ყველაფერს, კარგს, რაც მომავალში გამოადგება, როგორ არ მომწონს და მიყვარს და ის ჩაკრასყვაც და ის ყველაფერიც უხდებათ ხოლმე, მაგრამ ხო შეიძლება დონე, სად, როგორანაირად და რა დონეზე ხარ ის გააკონტროლო. მე რომ თევზებში ვმუშაობდი ხოლმე და იქ სკოლასთან ვიდექი, ჩემს მას ველოდებოდი ხოლმე რომ ჩამოევლო, ერთად მუშაობდით და წავსულიყავთ ხოლმე რა და 5-10-15 წუთი მიწევდა ხოლმე რა სიტყვაზე თუ ადრე მივიდოდით გომად. ან ვუყურებდი, ჯერ ხო როგორ უნდა თქვა ბავშვს ერთმანეთზე უკეთესები შედიან სკოლაში და ერთმანეთზე უსაყვარლესები, მაგრამ ისეთი იყო რამდენიმე ბავშვი, რამდენიმე ერთეული არა, 10-ეული ბავშვი, რომელიც პატარა კლასი, არა 11, არა მე-12, არა მე-10, არა. დაბალი კლასი, ისეთები შედიოდნენ. ხან არის ხოლმე გამართლება, რომ იცი რა, სახლიდან რო გადიან ეგეთები არ გადიან. არა, ეგეც არის, კი, დამინახია ბავშვი, რომელიც ეზოსთან რო ჩამოსვა მანქანა მშობელმა და ის მშობელი წავიდა, ბავშვმა მაიკა შეიწია, ტოპი გაიკეთა და შევიდა. ახლა მასწავლებელს და იმის არა აქვს უფლება რომ უთხრან რამე, იმიტომ რომ ბულინგია ეგ. ხო, ეგეც არის ხოლმე, მაგრამ ერთხელ რო გეტყვინა, ორჯერ როგორ უნდა იცოდე, განა როგორ ვერ უნდა გაიგოს თან სოფელში. ხო და ისეთები, ანუ ეგეც კაი ხო, გზაში წაისვა ის რაღაცა, მაგრამ მშობელთან ერთად რომ მოდის და მშობელზე მეტად ჩაკრასკულია, იმას რა უნდა თქვა პატარა ბავშვი. შეიძლება სიტყვაზე აი ხა მერვე მეცხრე რაღაცა არის რომ რაღაცა კანზე რო რაღაცები და შეიძლება დაიფარო, რა სისულელია მაგაზე არც მაქვს ხოლმე არც მაქვს ის და არც არავის არ ექნება მაგის გართულება რომ ბავშვი ცდილობდეს ელემენტარული რაღაცა ხელით რო იციან ხოლმე რაღაცა ის დაფარო და რა ის, მაგრამ კაი რა, აი ღია ვარდისფერი ბავშვუტუჩები რო გაქვს და კაი ყავისფერი კონტურით რო მოხველი და ამხელა წამწამებით. ანუ მშობლების ბრალიც არის რა. ბევრი რამე. აი ხა რომ ჩაცმითაც. ეხლა რო ფორმები შემოდის, ძალიან კარგია რომ შემოდის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ პირდაპირ დიდ კლასებთანაც უნდა შესულიყო ეგ ფორმები. ოღონდ ერთი რაღაც კიდე, რავი, არ ვიცი, მე მიყვარს ფორმები. ჯერ რომ ის რომ სკოლის მოსწავლეობა ეტყობა პირველი და მთავარი. ხო, ხა როგორი ფორმა იქნება და რა ხარისხის მაგაზე არა მაქვს, უბრალოდ ფორმა მომწონს რა, თუნდაც ითქვას რომ რა ფერებში ჩააცვა და ერთ სტილში რო იყვნენ ბავშვები რა. რომ მაგასაც ხო ვერ გაიგებ, ზოგი გუსლიანები დადიოდა. უნდა ეტყობოდეს მოსწავლეს და ბავშვს ბავშვობა. რამდენი წლისაც რომელი კლასშიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ იმ ეტაპს, რასაც ხა აკეთებენ, რასაც უნდათ რო დიდები იყვნენ, მივლენ იმ ეტაპამდე. შეიძლება არც სინანონ რომ აი მაგალითად მე ხო დღემდე სუმინდა იმ პერიოდში დაბრუნება. შეიძლება მასეთებმა არც უნდათ ის ბავშვობა. იმიტომ რომ იბრძვიან რომ გაიპრანჭონ და რაღაცა რა და. ჩვენც უნდა დავეხმაროთ იმაში, რომ ვუთხრათ, აუხსნათ, რომ მივლენ მაგასაკამდე და ის შეირგონ, რაც აქვს ის ოქროს ხანა, რაც ეხლა, რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად მაგ პერიოდში იყო ხოლმე რაღაცა სულ რო ბოდიშ და გეკიდა ყველაფერი რა და აი თამაში, დროს ტარება,
ნუ ეხა ბავშვური ის ხოლმე რომ ჩვენისა გქონდა ნერვიულობა და ის სკოლა და ის რაღაცა სწავლა და ის მაგას არ მომბო. შეიდგე რა. გავიზრდებით, ყველანი ვიზრდებით. თან ძალიან აგე შაშა რომ ნინოსტოლა ვიყავი წელს 39-ის უნდა ყოფდე. ასე რომ ბავშვობას მოისწრე. მე დედა რაი, ხალ ვან დააკაკუნე რაღაცა ქედივით. ბავშვი გამოვარდა. რაღაცა უნდა მეთქვა, ბოლო წინა დადება უნდა მეთქვა და დამავიწყდა. ფიცე. ხო, სახეს გაუფრთხილდით ბავშვები. არ არის კარგი, რაც არ უნდა, ვაიმე უმაღლესი ხარისხის, ვაიმე ჩემი კორეული ფირმა, რაც არ უნდა იყოს ხახნო. თქვენ კანს არ უხდება, თქვენა გაქვთ უჯანსაღესი კანი, ნუ ისმევთ მაგ რაღაცებს გაუფრთხილდით. მერე დაიწყეთ. გაუფრთხილდით. სულ მაგას ვიჩხუბები. სულ მაგას და სულ ვეუბნები, რომ უჯრიანად უნდა გადავაგდო ეგ ტერიტორია, ეგ მეთქი. შეიძლება ერთხელ მოუწიოს. იმიტომ რომ აფუჭებს კანს, აზიანებს კანს. ეხლა ზოგი ხო ისევ ბოტოქსებიო, ფილერებიო და აშო, მაგრამ კაი ეგეც აიხლა რომ უკეთია ხოლმე. ეხლა იცი რა პერიოდი მოდის? აი თავიდან რო გენი შემოვიდა და რო დაიბერეს და დისაკლეს და ეხლა ეგ ხორავი გადის თუ რაღაცა და ეს ხო ფორმას კარგავს თუ არ დაიმატე თუ არ შეივსე თუ რაღაცა ხო იცი ეხლა ბუშტს რო გაბერავ ლამაზია და მე რო ჩაიჩუტება ხო როგორია ნუ აშკარად რაღაცა ვერ აქვს ახლა აი ესენი კიდე კაი რა აი ქვას ხედა არ გინდათ ბავშვებო აი მაგის ნატურაც არ გინდათ იმიტომ რომ თქვენი კანი არის ძალიან ძვირფასი ლამაზი ჯანსაღი შეეშვით გააკაჩინეთ იქამდე სადამდე შეუძლია რომ თვითონ წინავდეს ნუ გადაიკონტროლებთ ამ ევრორემონტზე იმიტომ რომ ისე უფრო ლამაზები ხართ ყველანი თავისებურად ლამაზები ხართ არავის არ მიემგვანოთ არავის არ გინდოდეს ერთმანეთის ის არ აყავდეთ რომ აი ნახე ისა მაგარია და მე რა სამგევარ ბევრი ბავშვია რომელიც თვით კრიტიკა აქვს ასე მაღალ დონეზე და ეს ცუდია თვით კრიტიკა არის კარგი მაგრამ ნორმის ფარგლებში და გააჩნია და ის რომ ვიღაცა შენატრის რა ლამაზია და მე რა სამგევარ ეგ არ შეიძლება იმიტომ რომ ის ისეთია ის თავის ვიღაცებს გავს შენ გენების სხვადასხვა ულამაზო ბავშვი და მახინჯი ბავშვი არ არსებს ყველას თავისი შარმი აქვს არ მიემგვანოთ ერთმანეთს საერთოდ არ გჭირდებათ იმიტომ რომ თქვენ ახლა ინდივიდუალური პიროვნებები რომლებიც სათითაოდ ყველა ოქროა და ნუ ჩაკლავთ თქვენში მაგას ნუ იქნებით თქვენს თავში კრიტიკულები თავის ნუ დაეძებთ რაღაც ნაკვთებს ბევრი მინახია და უთქვი აი იმას რა კაი საქმე რა ინკუბატორში ვარ გამოიჩეკეთ ბავშვებო თქვენ სხვა შეიყვანეთ თქვენ თავები როგორებიც არიან ხართ რეებს ვამბობ და მოუვარეთ იმას ნუ იბძვით სხვას დაემგვანოთ და ნუ იქნებიან სხვები თქვენი სილამაზის ეტალონები ასე რომ ყველა თქვენთვისაც მიაწეკით და გაუფრთხილდით თავებს წავედი ახლა ავალაკო და არავი რა ვებჭამ ბედნიერი დღე ყველას ხარ